ალ პაჩინო. არასოდეს არავის არაფერი აუხსნათ. თითოეული მაინც ისე გაიგებს, როგორც თვითონ მას აწყობს. სიამაყე და ქედმაღლობა ეშმაკის მსახურებია. თუ მათ მართვას ვერ შეძლებ, ისინი დაიწყებენ შენს მართვას. ყოველი შემთხვევისთვის, თუ საჭირო ვიქნები, მე ისე ვიქვარ, სადაც მაშინ, როცა საჭირო არ ვიყავი. მე არ მაქვს დრო იმისათვის, რომ ძულდეს ისინი, ვისაც მე ვძულვარ, ვინაიდან მე დიდ დროს მათ ვუთმობ, ვისაც ვუყვარვარ. ქმედება ყოველთვის სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანია. ადამიანმა შეიძლება იღრიალოს 2 საათის მანძილზე და დაგეხმაროს, ან 2 წელს ენის მოჩლეკით გესაუბროს და გიღალატოს. ნუ იჩქარებთ საკუთარ თავზე ლაპარაკს. თქვენ შესახებ ლაპარაკი დაიწყება მას მერე, როგორც კი წახვალთ. წარმატების გასაღები სურვილშია. ჩემში კი ისინი ბობოქრობენ. საკუთარი ხელოვნება მსახიობმა სინამდვილეში მხოლოდ სცენაზე შეიძლება გამოავლინოს. იქ მე ვიწყებდი და იქ პირველად გამოვხატე ჩემი შინაგანი სამყარო, რის გაკეთებასაც საკუთარი ძალებით ვერასოდეს შევძლებდი. საყვარელი ადამიანის სიტყვები გურნავს უკეთ, ვიდრე მსოფლიოს ყველა ექიმი და ყველა ჯალათზე უფრო სწრაფად კლავს. მე ვურთიერთობ მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მომწონს. ფულს, გარეგნობას, მათ ხასიათს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვობაში ღმერთს ველოსიპედს ვთხოვდი. მერე გავიგე, რომ ღმერთი სხვაგვარად მუშაობს. ველოსიპედი მოვიპარე და მერე ღმერთს პატიება ვთხოვე. მაძღარი ცხოვრება კლავს შენში მოაზროვნე ადამიანს. თანდათანობით ნებისყოფას მოკლებული, ფულისა და ახირებების მონახდები. მადლობა ღმერთს, ყველა იმ განსაცდელისთვის, რომლებიც ცხოვრების გზაზე გვხვდება. მამა ჩემი მასწავლიდა, რომ ცხოვრებაში უზენაესი არის მოვალეობა და ღირსება. ადამიანი, რომელსაც სიტყვის შენახვა არ შეუძლია, არ იმსახურებს პატივისცემას. წიგნები და პიესები დამეხმარა გავრკვეულიყავი საკუთარ თავში და გარშემო მყოფ სამყაროში და მოხდა ცვლილება, მე დავსერიოზულდი. თეატრი უფრო ჰგავს ნამდვილ ცხოვრებას. თქვენი მიღწევები სცენაზე გამოგაქვთ და აჩვენებთ მათ 2-3 საათის განმავლობაში.